გამარჯობა, ეთერშია დღის ამბები 4-ზე, მე ვარ ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე. ჩემი დღევანდელი გამოსვლა ეძღვნება იმათ, ვინც თავის შესწირა ქვეყნის ერთიანობას და თავისუფლებას. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ასე დაიწყო თავისი გამოსვლა სტრასბურგში. ის 30 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ ბრძოლით და მსხვერპლით საქართველომ დაიბრუნა თავისი ეროვნული იდენტობა, რაც ასე შორეული მოჩანდა 30 წლის წინ. გაგიგზავნიათ თუ არა ოდესმე თქვენი ელჩი აზერბაიჯანში ავქან მუხთარლის მდგომარეობის გასაგებად და ჩაგიტარებიათ თუ არა ოდესმე გამოძიება მის გატაცებაზე. ეს უკვე კითხვებიდან იყო, კითხვების ნაწილში პრემიერმა უპასუხა ამ შეკითხვას, რომ ავგან მუხთარლის თემა ძალიან სენსიტიური საკითხია, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, შეფასებას კი ის გამოძიების დასრულების შემდეგ გააკეთებს. და კიდევ ერთი თემა იმ რამდენიმე თემას შორის, რომელზეც პრემიერი საუბრობდა სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, მას დაუსვეს შეკითხვა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების პერიოდში დარღვევების და ძალადობის ფაქტების შესახებ. ბახტაძემ თქვა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ისტორიული მოვლენა იყო, ამ არჩევნებამდე გადავედით საპარლამენტო დემოკრატიას და რა თქმა უნდა, უდიდესი ნაკლი, რასაც არჩევნებზე დავაკვირდით, იყო ძალიან პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. სამწუხაროდ საქართველოს არ არის ერთადერთი მაგალითი ჩვენს კონტინენტზე. მივიღეთ რეკომენდაციები EUTHOS-გან და საქართველოს პარლამენტი ახლა მუშაობს, რათა მოახდინოს ამ რეკომენდაციების გატარება ჩვენ სამართლებრივ სისტემაში, ამბობს ბახტაძე. ასევე ის საუბრობს ზოგადად საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ანტihomophobiურ აქციაზეც იყო შეკითხვა დასმული. ბახტაძეს კერზაიას საქმეზეც მოუხდა განმარტების გაკეთება. ზოგიერთი პარტია ამ თემას სპეკულაციისთვის იყენებს, პოლიტიკური სპეკულაციისთვის ამ ტრაგედიას, ამბობს მამუკა ბახტაძე. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა ადამიანური ტრაგედია იყო. სურს მიუსამძიმრო გაცრავად, სურს მიუსამძიმრო იკერზაიას ოჯახის წევრებს, ამავე დროს სამწუხაროდ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს ამ ტრაგედიას. მაქვს მოლოდინი, რომ გამოძიება უპასუხებს ყველა რელევანტურ შეკითხვას ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ესეც პრემიერ მამუკა ბახტაძის კითხვა-პასუხის რეჟიმში გაკეთებული განცხადება. დღეს ჩაკრულო ცოცხლად იმღერეს ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, რომელზეც გამოდიოდა სიტყვით მამუკა ბახტაძე. მან გაიმეორა 30 წლის წინ ნათქვამი სიტყვები ზურაბ ჟვანიას, რომელიც მათ თქვა აი ამ ტრიბუნიდან, რომ მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი. ახლა დაუბრუნდეთ საქართველოს იმ პარტიის ლიდერის გამოსვლას, რომელსაც წარმოადგენდა ბახტაძე სტრასბურგში და მის ტელეინტერვიუს. საქართველოში ოცნების თავმჯდომარის ინტერვიუს შესახებ პოლიტიკოსები და ექსპერტები მსჯელობენ. ირაკლი ღარიბაშვილი, ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი, სულ ახლახანს პარტიაში დაბრუნებული, ამბობს, რომ მოძალადეების ადგილი ამ საზოგადოებაში არ იქნება. ივანიშვილის ინტერვიუში კი მისი აზრით რეალურად იყო წარმოჩენილი პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს. დეპუტატი ზაზა გაბუნია თქვის, რომ ივანიშვილი ყველა ეტაპზე გამსჭვალული იყო მოთმინებით, დაწონილი იყო მისი ყველა არგუმენტი, მისი შეფასებით. პოლიტიკური პროცესიც მართვა გუნდში როგორც უნდა წარმართულიყო, ისე წარიმართა. თამარ ხულორდავა, ისიც ქართული ოცნების უმრავლესობის წევრი, ამბობს, რომ გაცილებით მეტი იყო იმ დეპუტატების რაოდენობა, ვისაც პრინციპული პოზიცია ჰქონდა სასამართლოს საკითხზე, თუმცა დარჩნენ სწორ პოზიციაზე, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ საკითხზე განხილვა შეწყდა და ყველა ჩაერთო კონსტრუქციულ პროცესში. აქ ის განმარტებას აკეთებს უკვე იმ ნაწილზე ინტერვიუს, როცა გუნდიდან წასულებს ეხება ივანიშვილი. რაც შეეხება ივანიშვილის კრიტიკის ობიექტებს, დავით უსუფაშვილის შეფასებით, კენტ რიცხვებში ბიძინა ამ ხელს მას მიშისტობაში და ლუწ რიცხვებში მიშა ბიძინისტობაში. მე კი იქვე ვდგავარ, სადაც ვიდექი მათ პოლიტიკურ მოვლინებამდე დიდი ხნით ადრე.
გუბა სანიკიძე ფიქრობს, რომ საქართველოში ქუჩის აქციების დრო დადგა უსმენს რა ბიძინა ივანიშვილს. დავით მაღრაძემ კი თქვა, რომ მთელი შეგნებული ცხოვრება უშიშროების და პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს დღევანდელი დღის ჩათვლით. რა დავარქვა ამას ხელოვანის ბედი როგორ სახელმწიფოში ჟურნალისტებისთვის მომინდია გაგრძელების მოძებნა. შალვა შავგულიძის აზრით კი ივანიშვილი კარგავს ხელისუფლებას და ისტერიკაშია ის მურუსიძის ჭინჩალაძის შპარგალკებით ლაპარაკობს ტყუილებს. ჩვენ ვაჩვენეთ დღის ამბებში 2-ზე და კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ ვიდეო, სადაც სასამართლოს თემაზე ქართული ოცნების პარტიის ლიდერის არგუმენტები ემთხვევა ლევან მურუსიძის არგუმენტებს, რომლითაც ის ტელეეთერებში გამოდის ხოლმე. შეგვიძლია ეს ვიდეო ვნახოთ და შემდეგ საუბარი გავაგრძელოთ მაიამ წარიაშვილთან, იურისტთან, თბილისის ყოფილ პროკურორთან. შავგულის დღეს ასოცირდება როგორც გმირი, რომელმაც მოახერხა და სიმართლის დაგვირგვინება მოახდინა სტრასბურგის სასამართლოში და წარმოიდგინეთ, რომ შალვა შავგულიძეს ავიწყდება აპელაციაში შეტანა. რატომღაც აპელაციაში აქვს აპელაციას წერს პროკურატურა. მე მინდა რომ საზოგადოება მას ყურადღება მიაქციოს. პროკურორი შედის აპელაციაში, პრავლდებელი. რომ ეს სასჯელი არის ნაკლი ცოტა ერთ წელი დავუმატოთ. რატომღაც შალვა შავგულიძე ადრე მე ვფიქრობდი, რომ მას ეს გამოუცდილობით მოვიდა და შეცდომა დაუშვა, მაგრამ დღევანდელი სიტუაციას თუ შევხედავთ, გადავაფასოთ აქვე. დღეს ნაცებით ირჩევა. ეს კაცი იყო ოპოზიცია, ის იყო ქართული ოცნების გუნდის წევრი. მე დღეს მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ის ჩვეულებრივად თამაში იყო ნაციონალურ მოძრაობასთან. დაზარალებულს არ ქონდა გასაჩივრებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ანუ აპელაციაში არ არსებობდა დაზარალებულის საჩივარი და თუ აპელაციაში არ არსებობდა დაზარალებულის საჩივარი და შემდგომ კასაციაში ითხოვს ამას დაზარალებული და როდამერღია კანონდა ჩამებრუნებინა, აპელაციაში აღარ დახვდება. შალვა შავგულიძე, რომელიც იყო ასაკის ადვოკატი, ზუსტად იხახდა წავიდა ვით სპეციალურად შექმნა კანონები. აგერ გვაქვს კვლევები. იცოს ის კვლევით ჩვენი მოქალაქეების ნდობა სასამართლოსადმი მსგავსია საშუალო ევროპულის 51-52 სხვადასხვა ტიპის სანდობა. ერთი ორგანიზაცია იფსოსი გაგიგიათ თქვენ ალბათ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მოაწყო კვლევა. ეს მართლა ისეთი ორგანიზაცია სერიოზული. ეს იფსოსი არის სხვათა შორის ძალიან ისეთი ორგანიზაცია და აი ეს დაკვეთის მიდა დაგიტოვოთ და როდესაც თუ გექნებათ სრული მაინც გადახედეთ. მე წამოღებული მაქვს უცხოური ორგანიზაციების რეიტინგები სასამართლოში. Heritage Foundation-ი იძახის, რომ 2018 წლის კვლევის თანახმად რეალურად სასამართლო სისტემა ევროპის საუკეთესო 20-ში არის მე-18 პოზიციაზე. დღეს საქართველოს სასამართლო საერთაშორისო კვლევით ვნახავთ Heritage Foundation ამერიკის ყველაზე ცნობილი ფონდია, ეს არ არის ჩემი გაკეთებული, მსოფლიო ბანკის მიერ მეორე ჩატარებული კვლევა, საუკეთესო 20-ში შედის დამოუკიდებლობის და სხვადასხვა რაც დადებითი მახასიათებლების მხრივ საქართველოს სასამართლო. ჩვენ გადავდივართ სტუმართან, მაიამ წარიაშვილი არის ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ პასუხობთ ჩვენ შეკითხვებს. სასამართლოს თემაზე ის, რომ პარტიის ლიდერის და კონკრეტული მოსამართლის, რომლის ბიოგრაფიაც ალბათ ყველაზე სადაო არის ხოლმე იურიდიულ წრეებში და არა მხოლოდ იურიდიულ წრეებში, მესიჯები, როცა ასე ემთხვევა ერთმანეთს, ეს თქვენთვის რისი ნიშანია? მოგესალმებით დიანა, მივესალმებით ტელემაყურებელს. ხომ ეს რისი ნიშანია ჩემის დაკვირვებით იცით? ეს იმ ხაზის გაგრძელებაა სავარაუდოდ, ამას ქვია ნახევარი სიმართლე, სიმართლის ბოლომდე ართქმა, ცოტა შელამაზება, ცოტა დამახინჯება და აი ამგვარი ინფორმაციის მიწოდება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირობისა და მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვისაც, რომლებიც შემდეგ ტირაჟირებენ ხოლმე აი ამ ინფორმაციას და აი აქვე თქვენს აი ამ ვიდეო სიუჟეტში გავიდა არაერთი ცდარი განჯებ დამახინჯებული თუ შეცდომაში შეყვანილები არიან და ანუ ერთხელ მოატყუეს და შემდეგ უკვე თვითონ ტირაჟირებენ ამ ტყუილს არ ვიცი, მაგრამ აი აქ ბრძანა ეთერში Heritage Foundation-ის კვლევა მურუსიძემ, რომ 20 სეულშია თურმე მოხვედრილი ქართული მართლმსაჯულება. ეს არის ტყუილი. იმიტომ რომ Heritage Foundation-ი აკეთებს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის კვლევას. ანუ ეს ინდექსი სხვა რამეა, მართლმსაჯულების კომპონენტი ამ ინდექსში სრულიად სხვა რამეა.
არის საშუალო ინდექსი, რომელიც შედარებით მაღალია, მაგრამ ამ ინდექსმაც იკლო უკანასკნელი წლის განმავლობაში სწორედ მარცხაჯულებაში დრამატული ვარდნის გამო და ეს უწერია თვითონ ამ ორგანიზაციას ამ თავის კვლევაში. წლის უკანდელ კვლევაზე იმასაც იქაც ამახინჯებენ ინფორმაციას, იქაც ამბობენ, რომ სასამართლო სისტემაა თურმე მე-20 ადგილზე, რაც ტყუილია დიანა, სასამართლო კი არა, ეს არის ქვეყნის ინდექსი, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, რომელიც შედგება სხვადასხვა კომპონენტებისგან. იქ ერთი 12 კომპონენტია და ყველა კომპონენტში ეწერება ქულა ქვეყანას. იქიდან ყველაზე დაბალი ქულა აქვს მართლმსაჯულებას, ყველაზე დაბალი 5.8 თუ არ მეშლება, შესაძლებელია უფრო ნაკლები, რომელმაც ჩარშანდელთან შედარებით 12 პუნქტზე მეტით განიცადა კიდე კვლევა და თავად ეს ორგანიზაცია ამბობს, რომ საერთო საშუალო ციფრიც კი ამ ეკონომიკური ინდექსის დავარდა სწორედ აი ამ მართლმსაჯულებაში, აი ამ ინდექსის ძალიან მკვეთრი ვარდნის გამო და მართლმსაჯულებაში სამართლის უზენაესობის გრაფა და იქ არის ეს მართლმსაჯულების ინდექსი. მართლმსაჯულების ინდექსში ჩვენ ვართ მოხვედრილი და თქვენ შეგიძლიათ აჩვენოთ ეს წარმატებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს ხელისუფლებამ, ან ისინი მოტყუებულები არიან და ტირაჟირებენ იუსტიციის საბჭოს არასწორი ინფორმაციის საფუძველზე. ან თავადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რაღაც კორპორატიული კვლევა, ეს არის ღია ინფორმაცია და როგორც თქვენ გადაამოწმეთ, ისე როგორც მინიმუმ შეეძლოთ მაგალითად პარტიაში დასაქმებულ ადამიანებს, რომელთაც ლიდერისთვის ინფორმაციის ლიდერისთვის ან რიგითი წევრისთვის არ აქვს მნიშვნელობა ინფორმაციის მიწოდება ევალებათ ამის გადამოწმება. სამწუხაროდ ჩვენ ხელისუფლება ხშირად გვესაუბრება ხოლმე ჭორებით, ვიღაცის ნათქვამით, იმაზე დაყრდნობით, ამაზე დაყრდნობით, მაგრამ არასოდეს მათ არ აქვთ ცოდნა. თავად არ აქვთ ცოდნა ამა თუ იმ საკითხის. ესაც ერთ-ერთი ეს საკითხი გახლავთ და ეხლა მე რომ ვთქვა, რომელი ქვეყნების ჩამონათვალში ხდება საქართველოს მართლმსაჯულების კუთხით, ძალიან არესიამოვნებად მათ შორის ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ეს გახლავთ. შორის ირაკლის სესიაშუმაც სულ ვიშველიებენ ამ არგუმენტს. ირაკლის სესიაშუმაც ახსენა მურუსიძე ხომ მუდმივად და გრიტიშვილიც Heritage Foundation-ის კვლევას ახსენებს. ამ სტუდიაში სხვათა შორის გრიტიშვილი იყო ჩემი სტუმარი და მან ახსენა ეს კვლევა და ივანიშვილიც ჩვენ ვნახეთ რომ Heritage Foundation-ის კვლევას იშველიებს. აი სანამ ჩვენ ეთერში ვართ, თქვენს ტელევიზიასაც აქვს ამის საშუალება, ეს ოფიციალური საჯარო მოხსენებებია, მათ ვებგვერდზე შევიდნენ, ახონ 2009 წლის საქართველოს ინდექსი და იქ ჩაშლილია 2019 წლის საქართველოს ინდექსი და ყველა პარამეტრის მიხედვით ნახავთ. ანუ ჩვენ მართლმსაჯულების კუთხით ვართ უმეტესწილად არათავისუფალ ქვეყნების ჩამონათვალში. ორი სიტყვა უნდა იცოდე ინგლისურში, რომ ეს გაიგო, ეს არის mostly unfree, რაც ნიშნავს უმეტესწილად არათავისუფალი ქვეყნები. ჩვენს შემდეგ მოდის რეპრესიული ქვეყნების გრაფა და იმის იქითაც არის, რომლებიც საერთოდ რეიტინგებში არ ხვდებიან. აბსოლუტურად ისეთი ქვეყნებიც არის. ანუ ჩვენ შემდეგ 5.8 გვაქვს ინდექსი, 5-დან უკვე არის რეპრესიული ქვეყნები და ეს რეპრესიული ქვეყნების ნუსხა შეუძლიათ გადაშალონ და ნახონ უგანდა, რუანდა, პაპუა გვინეა, სხვა შორის რუსეთიც აქ არის, მოლდოვა, ყირგიზეთი, ჩვენს კატეგორიაში. აი მართლმსაჯულების კუთხით. ანუ უმეტესწილად არათავისუფალი. აი ამ ინდექსში ჩვენი შედარებით კარგი პოზიცია არის სხვა ფაქტორების დამსახურება და არა მართლმსაჯულების. ანუ ჩვენი შედარებით კარგი პოზიცია არის ბიზნესის კეთების თავისუფლების, შრომის ბაზრის თავისუფლების, ინვესტიციების, საბაჟო პოლიტიკის, მონეტარული პოლიტიკის და ასე შემდეგ და ბევრი სხვა კატეგორიის ჯამური ანალიზია, სადაც ყველაზე ცუდი, დრამატულად ცუდი ციფრი აქვს მართლმსაჯულებას სამართლის უზენაესობის გრაფაში. და ეს აკლებს იმ ინდექსს, რომელიც შარშან უფრო მაღალი გქონდა, საშუალო ინდექსი და აი მართლმსაჯულებაში მნიშვნელოვანი კლების გამო ამ ჩვენმა ზოგადმა ინდექსმაც იყო. აი ამდენი ხანია, რამდენიმე თვეა ისინი აი ამ ინდექსს, აი ამ კვლევას იშველიებენ და არავინ კვლევაში არ ჩაიხედა. სამწუხაროდ მე ღრმად წამს რომ უმრავლესობა არ იხედება დიანა და დანარჩენს აწყობს უბრალოდ იმ ინფორმაციის ტირაჟირება, რასაც მათ პირობითად აწოდებს იუსტიციის საბჭო. ანუ ფორმულირება რომ ჩვენი სასამართლო ხელისუფლება თურმე დგას იმ ქვეყნების კატეგორიაში მე-20 ადგილზე, იმ ევროპული ქვეყნების კატეგორიაში, ეს არის ტყუილი.
აქ არ დგას ჩვენი მართლმსაჯულების კუთხით. ჩვენი მართლმსაჯულების კუთხით ინდექსი ზის აი იმ გრაფაში, სადაც ჩვენ ვთქვით, ეს გახლავთ უმეტესწილად არათავისუფალი ქვეყნები. ანუ ეხლა ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და თქვან შეცდომაში არიან შეყვანილები და არიციან და ტირაჟირებენ ვიღაცის ტყუილს თუ განჯებგვატყუებენ. იმიტომ რომ ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ასე ვთქვათ, სპიკერებს მოსამართლეთა კორპუსიდან და ივანიშვილს ერთი და იგივე ინფორმაციის მიმწოდებელი ჰყავთ, როცა მათი, ასე ვთქვათ, ლექსიკა და რაღაც მიმართულებას საუბრის არის იდენტური. თუ ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციას, რომ მართლა საინტერესოა, თუნდაც გირგვლიანის საქმეზე, რომელიც იურისტებისთვის არის გასაგები, დეტალები, აპელაცია, სტრასბურგი და ასე შემდეგ, დაახლოებით იმდაგვარი არგუმენტებს იშველიებდა ივანიშვილი, რომელსაც მურუსიძე ჩვენს ეთერში პირველების ფორმატში იშველიებდა. დიახ, სამწუხაროდ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მათ შორის გუშინდელმა ინტერვიუმაც აჩვენა, რომ ხელისუფლება დგას, ანუ ხელისუფლება ჩაენაცვლა მთლიანად სასამართლო ხელისუფლებას და ხელისუფლება საუბრობს სასამართლო ხელისუფლების ენით და ხელისუფლება გვაჩვენებს, რომ სასამართლო ხელისუფლების უკან დგანან თვითონ. ანუ ეს ხელისუფლებები, აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლება და პარტია, როგორც ასეთი ქართული ოცნება, სრულიად დაემთხვა ერთმანეთს. რატომ? აი რა, როგორ ფიქრობთ, რატომ იზიანებენ თავს? ხო შეიძლება თუ მან და მაინც რაღაც უხილავი, ასე ვთქვათ, არახილული კომუნიკაცია ჰქონდეთ და არ იყვნენ ასე ერთმანეთის ადვოკატირებით დაკავებული. მე ვფიქრობ, ხომ, ესაც საღიაზრის პრობლემა და მგონია, რომ არასწორი რჩევების და არასწორი გზის, რასაც ადგენან. ნახეთ, როდესაც ხელისუფლებამ ჩაანაცვლა მთლიანად სასამართლო ხელისუფლება და იმეორებს იგივე არგუმენტებს, ანუ გუშინ ბატონი ბიძინა გადავიდა იმ მინდორზე, სადაც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადასულიყო. ესე იგი, პრაქტიკულად ჩაიცვა მურუსიძის მანტია და იგივე არგუმენტებს ახმოვანებდა, რასაც მურუსიძე. ეს არის ის მინდორი, სადაც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადავიდეს ხელისუფლება, ანუ ვითომ და სამართლებრივ დავაში შევიდა. ანუ მურუსიძის არგუმენტებით დაიწყო სამართლებრივი დავა ამ ქვეყანაში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ იურისტთან შავგულიძესთან. ანუ შავგულიძის ოპონირება სხვისი მონაყოლით ეს თავშივე რომ წარუმატებელი გზა, ამდენი უნდა იცოდეს ხელისუფალმა. ყველა შემთხვევაში უნდა იცოდეს და ამიტომ დაადგა აი ამ ცდარ და აბსოლუტურად წარუმატებელ გზას და დღეს ძალიან მარტივად უპასუხა ბატონმა შავგულიძემ, ხო, მისი სტრატეგია ახსნა. აი ეხლა შემდეგ სამართლებრივ არგუმენტებს უპასუხებს ხელისუფლება და მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, ძალიან მაინტერესებს. აი შემდეგი არგუმენტი რა არის? ანუ დაცვამ თავის სტრატეგია ახსნა და ეხლა რახან სამართლებრივ მინდორზე გადავიდნენ და დაიწყეს მასთან დავა, დაცვის სტრატეგია რამდენად სწორი იყო და საერთოდ რამდენად კვალიფიციური იურისტია თურმე ბატონი შალვა, რომელიც დავას და განხილვას ამ ქვეყანაში არ ექვემდებარება დიანა. რომ ჩვენ სფეროშიც არიან, ჩვენს პროფესიაში არიან ავტორიტეტები, არიან პროფესიონალები, ვის კვალიფიკაციაზეც პროფესიონალთა წრე შეთანხმებულია და მისი კვალიფიკაცია ერთ-ერთი ასეთი გახლავთ ბატონი შალვა და ჩემი დაცვა მას არ ჭირდება, მის კვალიფიკაციაზე პროფესიული წრე შეთანხმებულია და იგივეს იზიარებს არაპროფესიული წრეც. ეხლა ბატონ შალვასთან ხელისუფლებამ მურუსიძის არგუმენტებით დავა რომ გადაწყვიტა და რომ გითხარით აბსოლუტურად წარუმატებელი გზა არის, აი აჩვენა გუშინდელმელი ინტერვიუს ძალიან დიდი ნაწილი დაეთმო აი ამ არგუმენტებს ერთ-ერთში ბატონი ბიძინა იმეორებდა. შეიძლება ეს იყო შალვა შავგულიძესთან ოპონირების სურვილი და მოიშველი ამ დროს რაღაც ზემოდან რა არგუმენტებიც ნახა ის, რაღაც პოლიტიკური ტაქტიკის ნაწილად. მე არ მინდა რომ რაღაც პოლიტიკურ ექსპერტად გადაგიყვანოთ. თქვენი იურიდიული, ასე ვთქვათ, განმარტებები ბევრად უფრო საინტერესოა და ასე ვთქვათ, საჭირო ჩვენი მაყურებლისთვის, ასე ვფიქრობ, მაგრამ აი როგორ ხსნით და რაც შეეხება თავად გადაწყვეტილებას, თქვენც სწორედ ასე მოიქცეოდით შავგულიძის ადგილას, ანუ ეს სწორი სტრატეგია იყო, როგორიც მან დღეს განმარტა, რახან გვიწევს აი ამ მინდორზე მოძრაობა ჩვენც. დიახ. ბატონი შალვას სტრატეგია იყო აბსოლუტურად სწორი, სამართლებრივად გათვლილი სტრატეგია და მან მიიღო ეს შედეგი. ანუ ჯირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი
პრეცედენტული უსერიოზულესი გადაწყვეტილება, რომელიც სწორედ იმ სტრატეგიით მიიღო ბატონმა შალვამ, რა სტრატეგიითაც იარა საკუთარი ცოდნით, კვალიფიკაციით, ფიქრით, ანალიზით და ასე შემდეგ. ეხლა ქონდა თუ არა სხვა გადაწყვეტილების საშუალება მურუსიძეს. ეს არის მთავარი სადაო თემა მასთან დებატებშიც და როგორც ჩანს უკვე ხელისუფლების ლიდერებთან დებატებშიც თუ ასეთი შედგება. გუშინდელ ინტერვიუში მიაღწიეთ ყურადღება, ძალიან ბევრი არათანამიმდევრულობა იყო ამ კუთხით. ამიტომ არ უნდა გადახვიდე არასდროს იმ მინდორზე, რომელიც შენი არ არის. ანუ პროფესიონალების მინდორზე არ უნდა გადაწყვიტო იდაო. იმ არგუმენტებით, რომლებიც მოსმენილად იცი, ვიღაცა მოჯიყვა, ყურმოკრულად იცი და ასე შემდეგ. მაგალითად, ბატონმა ბიძინამ ბრძანა გუშინ, რომ პროკურატურამ გაასაჩივრაო აპელაცია და მიაღწიეთ ყურადღება რამხელა სცენარი. დიახ, თავიდან ბოლომდე ეს საქმე იყო დადგმული და პროკურატურის საჩივარით სწორედ ამ სცენარის ნაწილში შედიოდა. და სასამართლომ აპელაცია ისე გამოიყვანა, რომ თითქოს აი პროკურატურა ნახეთ, უფრო კარგად მოიქცა ვიდრე შავგულიძე. პროკურატურამ იმ სცენარის ფარგლებში გაასაჩივრა კიდეცო და პრინციპში იმ სცენარის ფარგლებში აპელაციამ არ დააკმაყოფილაო. ანუ სააპელაციო სასამართლო თუ იყო სცენარის მონაწილე, თუ ყველა იყო სცენარის მონაწილე, აი ამ სქემაში დაწყებული გამოძიებიდან პირველი ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტრო, შემდეგ პროკურატურა, შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლო, შემდეგ მეორე ინსტანციის სასამართლო. უზენაესი პარლამენტი. პარლამენტი, პრეზიდენტი, სასჯელ აღსრულება და შემდეგ ვადაზე ადრე განთავისუფლება მათი. ხელისუფლებას აქვს აი ეს წარუმატებელი მცდელობა და არ ვიცი საიდან აქვთ ასეთი დამაჯერებლობა, რომ ეს წარუმატებელი მცდელობა ოდესმე გაამართლებს, რომ აი მთელ ამ ჯაჭვში შეიძლება ერთი კაცი იყოს კეთილსინდისიერი და წესიერი იყო უზენაეს სასამართლოს რგოლი. ანუ ამითი თავადვე ძირს უთხრიან პრეზიდენტის ბრალდების საქმეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც. პრეზიდენტს რა შეედავებოდა პროკურატურა, ხო? პრეზიდენტი დირიჟორი იყო ამ ორკესტრირებული საქმის. რასაკვირველია, აი ამ ორგანიზაცია, ამის ნაწილი იყო პრეზიდენტი წინასწარ შეუთანხმა და ამ შეთანხმებული გეგმით მოქმედებდა ისაც და მისი ჯერი, როდესაც დადგა, მისი როლი, როდესაც მოვიდა, მაშინ შეასრულა მან ეს როლი. მთელი აი ამ ჯაჭვიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ვიდრე ბოლოს ვადაზე ადრე განთავისუფლების ჩათვლით, თუ ვიტყვით, რომ ყველა მონაწილეობდა და თუ ეს თეზა სწორია, მაშინ გამორიცხულია უზენაეს სასამართლო არ იყოს ამ ჯაჭვის ნაწილი, ხომ? და ეს დებატები რომ დავამთავროთ, რა უნდა ექნა, არ უნდა ექნა უზენაეს სასამართლოს და ასე შემდეგ, კეთილსინდისიერ სასამართლოს, ქართულ სასამართლოს რა უნდა ექნა, იცით? და კეთილსინდისიერ მოსამართლეებს. აი თქვენ წარმოიდგინეთ ხართ უზენაეს სასამართლოს მოსამართლე, ვისთანაც ეს საქმე მივიდა. ეს საქმე უკვე შევთანხმდით, რომ ისედაც დაზიანებული იყო, ისეთ ადამიანებზე იყო ბრალი წარდგენი, რომლებიც შემსრულებლები იყვნენ, დამკვეთსა და მათ შორის ხაზი იყო გაწყვეტილი, ისედაც ძალიან ეს თქვა სუსტი საქმე, მაგრამ თავიდან ბოლომდე ფაბრიკაცია, ჩვენას ხომ გამოვიძიეთ და ვიცით, ეს სცენარი დაიხატა და ამ სცენარის მიხედვით ასრულებდა ყველა თავის როლს. ყველა საპროცესო მოქმედება, საგამოძიებო მოქმედება, სასამართლო მოქმედება მიმდინარეობდა ამ სცენარის მიხედვით. რას იზავდა ამ დროს კეთილსინდისიერი მოსამართლე ნებისმიერი ინსტანციის? ასე დროს მოსამართლე ნახულობს და აღწერს ყველა იმ დარღვევას, რაც არის ამ საქმეში დაწყებული გამოძიებიდან. და მის წინა ინსტანციამ რაც დაარღვია, საქმეს აკლდა, არ ახლდა, მტკიცებულებები რომ თურმე არ ახლდა და ეხლა გვიყვება მურუსიძე, რომ ეს მტკიცებულებები საერთოდაც არ ახლდა საქმესო და როგორ მივცემდიო. თუ მტკიცებულებები საერთოდაც არ ახლდა საქმეს და არც არსებობდა ეს მტკიცებულებები და შენ ეს მოსამართლე მიცოდი, ეს უნდა იცოდე მტკიცებულებები ახლავს თუ არა და ამ საქმეში ძალიან ბევრი სიყალბე იყო დიანა, ძალიან ბევრი დანომრვით ფურცლები მითითებით, თავფურცლის მითითებით, არათანამიმდევრულობებით და ასე შემდეგ. ადვილად შესამჩნევი ამ თეთრი ძაფით, როგორც იტყვია. ეს უნდა აღეწერა მას სასამართლოს ყველა ამ დარღვევაზე უნდა ემსჯელა, რა დაარღვია გამოძიებამ, რა დაარღვია ქვედა ინსტანციამ, შემდეგმა ინსტანციამ და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში უზენაეს სასამართლო იქნებოდა კეთილსინდისიერი. სწორედ ამიტომ ედავებიან არასრულფასოვან განხილვებში ჩვენ სასამართლოებს. ნახეთ, რას ამბობს სტრასბურგი, რომ ქართულმა სასამართლოებმა არასრულფასოვნად, აი ეს არის არასრულფასოვნად მე სხვა არაფერი არ შემეძლო, მე კანონიერი საფუძვლები მზღუდავდა, კანონი მზღუდავდა და მე სხვას ვერაფერს გავაკეთებდი. მე არ ვარ იურისტი, რომ არ ვარ იურისტი, რომ ვთქვათ შესაბამისი არგუმენტი მქონოდა. თქვენ რა არგუმენტი გაქვთ ასეთ შემთხვევაში, როცა ის ამბობს, რომ კანონი რაღაც ხელფეხს უკრავდა მას და მეც ვერაფერს იზამდა. აი მე ჩემი აზრი გახლავთ და არა მხოლოდ ჩემი, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში აი ამას ვამბობ.
უზენაესის მოსამართლეს და მათ შორის მურუსიძეს უნდა დაეწერა ყველაფერი ამ საქმეში, რაც დაწერა სტრასბურგის სასამართლომ. ანუ ის ყველაფერი სტრასბურგის სასამართლომ ზუსტად იმ მასალებზე დაყრდნობით დაწერა, რაც წინედო მურუსიძესაც. დასაკვირველია, ერთ-ერთი ეს გახლავთ ერთი და იგივე საქმე დიანა. რაც დაწერა სტრასბურგმა, ეს ყველაფერი უნდა აესახა გადაწყვეტილებაში უზენაეს სასამართლოს და მაშინ იქნებოდა სწორი. და ეხლა საზოგადოების იმ დებატებში შეყვანა, რომ თურმე პარლამენტმა იქ სასჯელი მუხლში, ეხლა ეს ის დავა არ გახლავთ, ანუ ამ დონეზე არ არის ეს საქმე. ეს საქმე ჩვენი საზოგადოებისთვის გახლავთ რა, სამართლიანი სასამართლო ეს არის ადამიანის ძირითად უფლებათა, თავისუფლებათა ერთ-ერთი მთავარი უფლება, ხო? ჩვენი საზოგადოება მოითხოვს რა, რომ ის მოსამართლეები, რომლებაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არ მოგცეს, არ იყვნენ სასამართლო სისტემაში. და სამართლიანი სასამართლოს უფლება რომ არ მისცეს და რომ დაარღვიეს ბევრ შემთხვევაში, ეს სტრასბურგმა თქვა მარტო არაერთ საქმეში, ხო? და ჯირგვლიანზე ერთხელ დაიჟღერა ტელეეთერში და ამის კომენტარი უნდა გავაკეთო ისევ, რომ თითქოს და სტრასბურგმა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა არ დაადგინაო. ესაც ტყუილია, განდება არასწორი ციტირება გახლავთ ამ გადაწყვეტილების. მაშინ, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ იმდენად მეტი დაირღვა სიცოცხლის უფლება და იგივე საფუძვლებით დაირღვა სიცოცხლის უფლება, რომ ახარ ვმსჯელობ უბრალოდ იგივე საფუძვლებით, რომ დავადგინო სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაო, თორე განა სტრასბურგმა დაადგინა, რომ არ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, უფრო მეტი დაირღვა სტრასბურგმა თქვა და ამიტომ ეს სტრასბურგის პრაქტიკაა. ანუ ერთი და იგივე ფაქტობრივ გარემოებებს ბევრჯერ არ აფასებს. ანუ უფრო მეტი შეფასება მისცა და ამითი დაასრულა. ანუ ჩვენ შემთხვევაში, როდესაც სტრასბურგის სასამართლო გვეუბნება, რომ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ და მურუსიძის შემთხვევაში 5 ასეთი გადაწყვეტილებაა სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა. ანუ როგორც მინიმუმ ასეთ მოსამართლეთა გამწესებისას ის ორგანოები, რომლებიც ასეთ მოსამართლეებს ამწესებდნენ, უნდა ანუ რა ევალება სასამართლოს, ხო? უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლოს მიცემა. თუ ამაში გადავებიან ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და 10ჯერ და სამართლიანი სასამართლოს უფლებას არ აძლევ, მაშინ შენი მოსამართლეობის საკითხი როგორც მინიმუმ უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ხო? ამიტომ საზოგადოების იმ დებატებში გადაყვანა, რომ სასჯელი შემცირდა თურმე 1 წლით და აი ასეთ დონეზე რაჯობდა რომ ასეთი ტიპის დისკუსია შემოეთავაზებინა, რომ რა ვქნა ჩვენ ხელი არ ვახლეთ და როგორადაც ჩამოყალიბდა ეს სისტემა, ვინც არჩია ამ სისტემამ, ისე მიდის პროცესი. ეს უფრო გასაგები არგუმენტი იქნებოდა რა? პირველი ეს უფრო გასაგები არგუმენტი იქნებოდა, იმიტომ რომ ის მინდორი სრულიად წარუმატებელია, იმ მინდორზე კვალიფიცირებული ვერ არიან, რაზეც გადაწყვიტეს დებატები. გარდა ამისა, დიდი არათანამიმდევრულობა ასევე ეს ხელისუფლება ცალსახად ამ ინტერვიუშიც ითქვა. თანხმდება, რომ თლიანად მართული იყო ეს სასამართლო. თლიანად მართული იყო და მე არ ვარ კაცი, რომელმაც უბრალოდ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. და იყო მხოლოდ თუ თლიან მე არ მაქვს იმის ილუზიაო, რომ ეს სისტემა არ იყო მართულიო. ზუსტად ამ ფრაზით ბრძანა გუშინ ბატონმა ბიძინამ და თქვა თვით პარლამენტის თავმჯდომარის გამონათქვამი და ასე შემდეგ. და თუ ეს მთლიანად მართული სასამართლო სისტემა იყო 7 თვის თავზე, ჩვენი ყველაზე დიდი დამსახურება რითის თავს ვიწონებთ რა არის, რომ თურმე ეს სასამართლო სისტემა გამოვგლიჯეთ წინა ხელისუფლების გავლენებისგან, ხომ? ეს დიანა საზოგადოების დაცინვაა, იმიტომ რომ ამ სასამართლო ხელისუფლებაში ასეთი ბრიყვი არავინ არ არის. რომ წინა ხელისუფლებას საფლავში მიყვება. მაგალითად, მე სხვა ტიპის კითხვები მაქვს და ეჭვები ვთქვათ, წინა ხელისუფლებასთან და გარკვეული კატეგორიის გავლენებთან და ადეიშვილის გავლენებთან მათ შორის სასამართლოში. აი ადეიშვილის ერთ-ერთი ბრალი გახლდათ სრულიად ერთ-ერთი პირველი, აი ციხის კადრების ფაბრიკაციასთან დაკავშირებით და ამ საქმის გამო მოხდა მისი წითელი ცირკულარი ძებნა და ასე შემდეგ 2012 წლის დეკემბერშივე თუ არ მეშლება, იყო უკვე მისი ბრალდება. ეს კაიხანია დასრულდა გამოძიება ამ საქმეზე და სასამართლოს გადაწყვეტილების არაფერი მსმენია დიანა. ანუ ეს სასამართლო, რომელიც შემჩნეული იყო ადეიშვილთან პატრონყმობაში და მე მაგალითად ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ჯაჭვები არ გაწყვეტილა დღესაც. ამ საქმეს სასამართლოში უხარია ოცნებას, რომ ეს ძაფები გაწყდა. მე დარწმუნებული ვარ, ეს მოსაზრება, ანუ ოცნების ყველა წევრის მოსაზრებაც არ არის.
ანუ ისინი ტირაჟირებენ აი ესეთი მზა ფორმულებით, ხომ? ანუ ადეიშვილის გავლენები ერთია და წინა ხელისუფლების გავლენები მეორეა. ადეიშვილის გავლენები გაცილებით ძლიერი იყო ამ სისტემაზე. ანუ ეს მთლიანად ადეიშვილთან ეს არ ნიშნავს ნაციონალური მოძრაობის გავლენას სასამართლოს, ეს მის პერსონალურ კავშირებს ნიშნავს. ეს კავშირებს ადეიშვილის ნიშნავს. გავლენები სრულიად სხვა რამეა ამ სისტემაში და დღეს 7 წლის თავზე, ანუ ის არგუმენტი, რომ სასამართლოს და პროკურატურას თურმე დღეს დიდი დოზით მთლიანად ადეიშვილის კადრებით არიან დაკომპლექტებული, ეს არც ისეთი კარგი და სასიხარულო არგუმენტია, იმიტომ რომ 7 წლის თავზე სისტემას უნდა ქონოდა გაჯანსაღების უნარი, რაც ვერ აჩვენა სისტემამ. გარდა ამისა, ასე ხელაღებითაც არავინ არ უდრება საკითხებს, ხომ? მაგალითად, სასამართლოში და პროკურატურაში ჩხოროწყუს მოსამართლე ან ჩხოროწყუს პროკურორი იმდენს ვერ დააშავებდა, რამდენსაც დააშავებდა, თქვათ, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, ანტიკორუფციული დეპარტამენტი, ან თბილისის პროკურატურა, ან სასამართლოს შემთხვევაში რამდენსაც დააშავებდა, თქვათ, უზენაეს სასამართლოს მოსამართლე, ჩხოროწყუს მოსამართლეზე მეტი როლი აქვს მას და შესაბამისად მისი მონაწილეობაც იმ ტიპის საქმეებში, რომლის მიმართაც აი ესეთი გახმაურებული საქმეები და ინტერესი მაღალია, ცხადია, გაცილებით მაღალია. ხა ჩვენ რაზეც თქვენ ახსენეთ, რომ აი მოსამართლეების წინა ხელისუფლებას საფლავში არ ჩაყვნენ. ანუ ეს რაღაც მგრძნობელობა, ელასტიურობა მათ უფრო გამოიჩინეს ვიდრე გუშინ ივანიშვილმა, ამის თქმა გინდათ? მათ ძალიან კარგად აუღეს ალღო, იმიტომ რომ ნანახი ქონდათ რაღაცები იმ ხელისუფლებაშიც. ნახეთ, იმ ხელისუფლებაში სააკაშვილმა ხო ისე დაცვალა სასამართლო კორპუსი და მათ შორის მეც ვისთანაც ჩათვალა, რომ თანამშრომლობა არ შედგებოდა არასოდეს, ხო? და არც იმ მოსამართლეებს, ვინც წამოვიდნენ სისტემაში, არ გადაუდრიათ ნაბიჯები იმ ხელისუფლებასთან სათანამშრომლოდ. ამიტომ მათ ეს ნანახი ქონდათ, ასეთი მოსამართლეები გაუშვეს სახში. შემდეგ პირველ წელს 2012-13 წლებში ისინი სწორებას ჯერ კიდევ კუბლაშვილზე აკეთებდნენ, ეხლა რასაც ხელისუფლება იყენებს სათავისო არგუმენტად, მაგრამ კუბლაშვილზე სწორებას იმიტომ აკეთებდნენ, რომ მაშინ კუბლაშვილი იყო მათი პატრონი, ანუ იმ ხელისუფლებასთან იქამდე, ვიდრე ეს სასამართლო კორპუსი დაალაგებდა თავის საკუთარ დამოუკიდებელ კავშირებს ახალ ხელისუფლებასთან, რომელიც ამ წლების განმავლობაში დაალაგდა და მე გუშინ ძალიან მინდოდა დეტალური და დამაჯერებელი პასუხი კლანთან დაკავშირებით, მაგალითად. აი ამ კლანთან დაკავშირებით ეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთი კვლევა გამოაქვეყნეს, ხომ და მათ შორის დახატულია, ვიზუალიზირებულია. არ არის პასუხი მარტივია და ის არის ვიზუალიზირებული, დიანა, ვინ, ვისი, როდის, ვინ იყო, რატომ, როგორ ხდება ისე, რომ ყველა ადმინისტრაციული თანამდებობა სასამართლოში უკავია ჩინჩალაძესთან დაახლოებულ პერსონალს. როგორ ხდება ეს? ანუ ეს ჩინჩალაძე საერთოდ საქმებს არ იხილავდა, აქ გამერე პრეტენზიები. ყველაზე დიდი პრეტენზია თურმე ის არის, რომ თურმე ცოტა საქმეს იხილავდა, მაგრამ მიარჩიეთ ყურადღება, აი ესეთი მოსამართლეები, ვის მიმართაც საზოგადოებრივი განწყობები ასეთი ნეგატიურია, საერთოდაც არ იხილავენ არაფერს. ამდენი მათ ისწავლეს. არაფერს არ იხილავენ, ანუ მათ მიმართ რუსიძე იხილავს, სხვათა შორის სამართლიანო კატეგორიის საქმეებს არ იხილავენ, ამას გულისხმობ. იმ კატეგორიის საქმეებს არ იხილავენ, მაგრამ მაღალი მგრძნობელობის საქმეებს არ იხილავენ. მორუსიძე ადმინისტრაციულ პალატაშია და მაშინ სისხლში იყო და მე ადმინისტრაციულში, კი ბატონო, მაგრამ ეს არ არის ის კატეგორია საქმეები, არც ერთი ის კატეგორია საქმე ამ ტიპის მოსამართლეებს არ განუხილავთ, სწორედ იმიტომ, იმ გადაზღვევისთვის, რომ მომავალში მათ მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ ხო აქამდე დავიყვანეთ ეს პრობლემა. მთელი საზოგადოება არჩევს კონკრეტულ საქმეებს ამ მოსამართლეებთან, აი ეს საქმე, აი ეს საქმე და საზოგადოებას ხო, ისე სხვადასხვა უზენაეში, როცა მორუსიძემთან იყო ეს საქმე, იქ სამკაციანი პალატა იყო, ხო, კიდე ორი მოსამართლე. ყველას გვარები, კარგი იქნება, რომ შერჩევით არ ვიცოდეთ გვარები, ვიცოდეთ ყველას გვარები. ძალიან სიმპტომატურია, აი მოლაშვილის საქმეზეც არის საუბრეს და მოლაშვილის საქმეზე ერთმა მოსამართლემ კოჭა ლამაზაშვილი არ გახლავთ, კოჭა ლამაზაშვილი არა, ნუნუ კვანტალიანი. კი, გამახსენდა უკაცრავ კოჭა ლამაზაშვილის სხვა მოსამართლე. ალბათონმა ნუნუმ დაწერა განსხვავებული აზრი. და კვანტალიანი არ გახლავთ მოსამართლე რა. აღარასოდეს აღარ დანიშნეს მოსამართლედ. ესაც ხომ არის სიმპტომატიური. ანუ ის მოსამართლე, რომელმაც მოლაშვილის საქმეზე დაწერა განსხვავებული აზრი. ეს არ არის ამ სისტემაში. სისტემაში არ არის და არც არავინ აპირებს მის დანიშვნას. აი ეს გახლავთ დიაგნოზი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო მაია მწარიაშვილის მოსაზრებები გუშინდელ ინტერვიუზე და არა მარტო სასამართლო სისტემაში შექმნილ ვითარებაზე. ახლა რეკლამაა ეთერში, რეკლამის შემდეგ გია აბაშიძე იქნება ჩვენი სტუმარი.
გესმენდებათ. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარია გია აბაშიძე, ანალიტიკოსი, ის ასე პოზიციონირებს და ჩვენ მასთან ვისაუბრებთ ინტერვიუზე, რომელიც გუშინ გავიდა ტელეკომპანია იმედის ეთერში. ეს არის ქართული ოცნების მართველი პარტიის ლიდერის ინტერვიუ. ჩვენ გავარჩიეთ წინა სტუმართან სამართლებრივი და იურიდიული ნიუანსები, რა სისუსტე ქონდა თქვათ ამ ინტერვიუს. ეხლა პოლიტიკურად შევაფასოთ თქვენთან, რა იყო მისი მთავარი სათქმელი? ვინ იყო მისი აუდიტორია, საზოგადოება თუ ოპონენტები თუ აი თქვენ როგორ დაინახეთ ამ ინტერვიუს პოლიტიკური კონტექსტი? მოგესალმებით, მეესალმები მაყურებელს, სმენელს. პოლიტიკური კონტექსტი იყო რასაკვირველია, ვიტყოდი რომ ცოტა დაგვიანებულიც კი იყო არჩევნების მეორე ტურისგან გამომდინარე, რამდენი თვე გავიდა, მაგრამ ამასთანავე იყო ყველაზე გათვლილი, ისევე როგორც 2 დღის წინ ის წერილი გავრცელებული 9 აპრილზე, რომელიც აიტაცა საზოგადოების ყველა სეგმენტმა, მისმა ოპონენტმა თუ მხარდამჭერბაც, ხო? ამ შემთხვევაში აქ მან კაფიოთ, უკვე საკმაოდ კაფიოთ დახატა ის პოლიტიკური სურათი მისივე ხედვით, ხო? შეიძლება ბევრი ეთანხმება, ბევრი არა, რომ ისევ ორი გრავიტაციული პოლიტიკური ცენტრი არის, ხო? ისევ არის წყალგამყოფი და აი ამ ცენტრში ვინ მოძრაობს და ვინ საით წავა, ხო? და მას აქვს ბევრი შეკითხვები, მე უფრო გავამახვილებდი ყურადღებას იმაზე, რაც მოხდება, თქვა 13 აპრილს ფილარმონიაში დაიცავის საქართველოს შეკრებაზე, ხო? აი მას აქვს უამრავი შეკითხვა თავად ბატონ მაღრაძესთან, ბესელია მაღრაძის თქვა პოლიტიკურ ტანდემთან, რატო აჩვენებენ ისინი, უბრალოდ ბატონი მაღრაძე ტოლობის ნიშანს რატო სვავს ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის და თავად ეს პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც განიცდის ახლა რეანიმაციას, დაიცავის საქართველოს, რომელიც ვიცით რომ იყო მებრძოლი ორგანიზაცია, ხო? სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ახლა რას აპირებს? იბრძვის, ვის წინააღმდეგ იბრძვის? ბატონი ივანიშვილის ორივეს წინააღმდეგ. თუ მას სურს, ხო, აი ეს უნდა დაგვანახოს, თავად დაიცავის საქართველოს. არ უნდა იყოს ადგილი მესამესთვის, არ ვიცი ეს გამოდგება თუ არა ასეთ ცენტრად, მესამე ცენტრად, მაგრამ იქნებ ახერხებენ ისინი რაღაც სასურველი იქნება, რასაკვირველია, მრავალპარტიულობა და კი ბატონო, რაც არ უნდა დავარქვათ აქ შუაში დგომა წყალგამყოფზე თუ ხაზზე, ასე შემდეგ, უბრალოდ აი ამ ორი გრავიტაციულ ცენტრზე ჯერჯერობით პარტიები იზიდებიან და ჩვენ ვერ ვხედავთ რომ აი ეს ქართული ოცნებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პარტიები ერთიანდებოდნენ რაღაც ცალკე. იქნება ვნახოთ, ჩვენ არ ვიცით ზუსტად ეს შეკითხვები არის 13 აპრილის და მის მერე რა მოხდება? მიიზიდავს კაბესელია რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ამ ალიანს ის უშვებს, ფიქრობთ, თუ პირიქით ის სწორედ დისკუსიის ფორმატში ცდილობს რომ ამ ეს ხალხი იმ პოლუსთან მიდენოს. სწორი მიგნება არის დიანა, ხო? პოლუსთან და სამ პოლუსთან ბრძოლა ჯობია ტრადიციულ მოკავშირეს ებრძოლოს. ბატონ ივანიშვილი ზუსტად ამის ხაზგასმას ცდილობს, რომ აი არ აღმოჩნდნენ ისინი, არ გადაიხარონ, თქვათ, მაგალითად ისევ ნაციონალურ მოძრაობისკენ, ხო? რამდენიმე მიმართულებით არ გაჩნდეს აი მაგალითად ნუ ეხა თქვენ განიხილავთ მე ხა იურიდიულ კაზუისტიკაში ვერ შემოვალ, აი ბატონი შავგულიძე რატო აღმოჩნდა, თქვათ, ნაციონალურ მოძრაობის გრავიტაციულ ცენტრში, ხო? ნუ ევროპული საქართველო ქვია, მაგრამ ნუ მაინც ივანიშვილის აღქმაში და ქართული ოცნების აღქმაში ეს ერთი პოლუსია და მეორე პოლუსი. აი ზუსტად ამაზე არის ბევრი შეკითხვები, რას იზამს დაიცავის საქართველო და რატო აკეთებენ ეს პოლიტიკური პარტიები, რომ ისინი ნაციონალურ მოძრაობასთან აღმოჩნდნენ, ამას უშვებთ, მე ვერ უშვებ. ვერაფერს ვერ ვიტყვით, ეხლა დაზუსტებით. როგორც თქვენ ამბობთ ხოლმე სიტუაციური მოკავშირეები შეიძლება გახდნენ. სიტუაციური მოკავშირეები ერთია, ხო, სტრატეგიული მოკავშირეები კიდე სხვა რაღაცა არის, ხო, ის უფრო ხანგრძლივი არის. სიტუაციური მოკავშირეები თუ გახდებიან, ახლა უყურეთ, მე არა ჩემი სახელით ვაპარაკავ, მაგრამ უბრალოდ ვცდილობთ ახლა, ხო, ივანიშვილის ინტერვიუს გაანალიზებას. ის უყურებს მას, რომ ის ხო არ აღმოჩნდება, ანუ რაღაცა პატარა გაფრთხილებებს კი არა, დიდ გაფრთხილებებს აძლევს ამ თქვა ყოფილ წევრებს უმრავლესობის და დაიცავის საქართველოს, რომ მან არ აღმოჩნდეთ სიტუაციური მოკავშირე ნაცმოძრაობის, ხო? ასევე მინდა გავამახვილო ყურადღება კიდე ის პოლიტიკური მდგენელი, რომელიც მან
გაავლო და საინტერესო იყო, რომ მან ასე ვთქვათ გაყო ის ყოფილი დეპუტატები უმრავლესობის, მაგალითად ბექანაცვლიშვილი, ციკლაური, ისინი რატომ გაყო, რომ ერთად ასეულობების გამო და პოლიტიკაზე შეუთანხმებლობის გამო მოხდა მათი წასვლაო და ისურვა მან, რომ აი ეს მემარცხენე ფლანგი, რომელიც საკმაოდ სუსტი არის საქართველოში, უნდა მოძლიერებულიყო. ნუ ეხა ეს მისი პოლიტიკური გემოვნება ზოგს მემარჯვენე ფლანგი მოწონს ხო? მოძლიერებას ცდილობს, თუ რაღაც განხეთქილების ის არის გაუშვა, რომ ერთმანეთთან არ შეკავშირდნენ და ამით კიდევ უფრო გაწლიეს. ესენი დაპო ერთმანეთისგან ხო? კიდევ ესე იგი ერთგვარი კიდე შეიძლება გზავნილი და გამაფრთხილებელი სიგნალი იყო, რომ აი ეს მემარცხენეები ცალკე არიან, ნუ ეხლა რაღაც ცოტა ბექანაცვლიშვილი ცალკეა დამოუკიდებლად, ორი დეპუტატი პატრიოტ ალიანსს შეუერთდა ფრაქციაში, ანუ და მას საინტერესოა, ისინიც წავიდნენ და იმადზე არ ბრაზობს და ბესელია და იმიტომ ზუსტად გაავლო იქ ხაზი, რომ ისინი ფასეულობების გამო იყო იქ რაღაც საპენსიო რეფორმაზე და კიდე სხვა სოციალურ პროგრამებზე მოხდა, მაგრამ თავად ივანიშვილისთვის გაუგებარია, ოღონდ უყურეთ იქ რაღაც თქვა, რომ ივანიშვილისთვის სასამართლო უფრო მტკივნეული თემა ვიდრე საპენსიო დრომაცალეთო, რომ მე უფრო მერე დროში დავამტკიცო ბესელიას უკან რა мотиваცია იყო, აი მე ეს დავინახე, რომ მას კიდე რაღაცა დრო სჭირდება ამისთვის რა, არ ვიცით, მაგრამ ის თქვენ სწორად შენიშნეთ და სხვაგანაც ვიხილე, რომ მათ გაუშვეთ ერთგვარი გამაფრთხილებელი სიგნალი, რომ ემან არ წახვიდეთ იმ პოლიტიკურ ცენტრის. რამდენად თქვენ თქვით, რომ იურიდიულ ნიუანსებში არ შევალო, მაგრამ რამდენად სწორია წარსული სისტემური ნაკლოვანებების რაღაც გადმობარგება და მასზე პასუხისმგებლობის აღება. კონკრეტული მოსამართლის დაცვით, კონკრეტული სახელი და გვარის დაცვით ის იმ სისტემას ხომ არ იცავს, რომელსაც ებრძოდი. მისი შეხედულებით ის როდესაც იმ სისტემას ჩაეხსნა, რომელსაც აქ გავლენები ახლა თქვათ, ხო, ნაცმოძრაობას იმ სისტემას როდესაც ჩაეხსნა, მაშინ ხო, გაკეთილშობი და ეს მისი აღქმით არის ესა. საზოგადოების აღქმაში ეს არ არის. მისი აწმყო, მის წარსულს იცავს. ხო, მის საზოგადოების აღქმაში არ არის, საზოგადოების აღარ აინტერესებს ეს მურუსიძე, ჩინჩალაძე და ეს თქვათ დემონიზირებული მონსტრები, ხო, სამართლიანად თუ არ pravdebიან როგორც ითქვი. არავის არ ინტერესებს პოლიტიკურ ველზე, ხო, რომ შევხედოთ, ხო, ეხლა გინდ სიტუაციური მოკავშირე დაარქვით, გინდ ობიექტური, თქვა სიმართლის მქადაგებელი, ხო, ან გამზიარებელი. სიტუაციური მოკავშირე ამ შემთხვევაში, თქვენ ეხლა უხეშად თქვით, ხო, არ pravdebaო, ხო? არ აღვიქვა საზოგადოება, რაც არ უნდა იყოს და კიდე ერთი რაღაცა მინდოდა კომუნიკაციაზე, რომელსაც ლაპარაკობს, ხო? აი ხა სანამ შემოვიდოდი, ხო, კიდევ ერთხელ დავგუგლე 41.G, ხო? ხო შეიძლება რომ თქვათ იქ ანალიტიკური სამსახური ყავთ თუ პრესსამსახური დადონ, მოკლე რეზიუმირება გუშინ რა საკითხზე რა თქვა. დილიდან მირეკავენ უცხოელები მწერენ რა თქვა. მე უფრო მათთან მაქვს ურთიერთობა, ხა ინგლისურად ასე ალაგ-ალაგ ინფორმაციების ერთად შეკოწიწება ძალიან რთულია. განსხვავებით თქვათ სააკაშვილისგან და ყოფილი ხელისუფლებისგან მათ საკმაოდ კარგად ქონდათ ეს კომუნიკაცია აწყობილი, წერილობით მიართმევდნენ საელჩოებს, ანალიტიკოსებს, ამას საკუთარ ქართული ოცნების საიტზე ვერ ხედავთ, რომ თუ ვიდეო ლინკი გასაგებია იმედზე შევლეთ, მაგრამ ხო შეიძლება წერილობით იყოს, რომ აი თქვათ რაღაცა იქ რა თქვა ან მაგალითად მე დავამატებ შეგვეკვენა და მეტახმოთ და პარტიის ლიდერს სწორი ინფორმაცია მაინც მიაწოდენ კონკრეტულ კვლევაზე, რომელიც ჩვენი წინასტუმრის განმარტებით სულაც არ არის ისეთი დამაიმედებელი, როგორადაც ეს ნახევრად თავისუფალი საქართველოს სხვა რეიტინგებშიც არის პოლიტიკურ რეიტინგებში. ეს ჩვენ მოგვდაგებს ჰიბრიდული დემოკრატიის აი ამ რაღაც მარჟაში ჩავდივართ ბოლო პერიოდში ჩამოვედით გარკვეული პუნქტებით, მაგრამ თლათ ისეთი სავალალო არ არის და მისი გზავნილი ივანიშვილის ის იყო, რომ კი მდგომარეობა ცუდია, მაგრამ არა ისეთი აპოკალიპტური, რომელსაც ჩემი ოპონენტები წარმოადგენენ მედიის სხვადასხვა საშუალებებით. კარგით, მე მაინტერესებს თქვენთან ასეთი კითხვა, ბოლო თემა, რომელსაც მინდა რომ ვისაუბროთ. ივანიშვილის ცნობილი ტაქტიკაა ეს, რომ ვინც მე მაკრიტიკებს, ის ნაციონალურ მოძრაობასთანა. თქვენი კვლევაც, სადაც საუბარია, რომ სამოქალაქო სექტორში როგორ არის შეღწეული ნაციონალური მოძრაობა და რაღაც გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები როგორ თამაშობენ მათ თამაშს. ესეც ამ დისკუსიის ნაწილი ხომ არ არის. მე უფრო ასე შემოვატრიალებდი, მე ამით დავანახე, რომ ქართული ოცნება უფრო შიშველია პოლიტიკურად და სიტუაციური მოკავშირეებით არასამთავრობო სექტორში და კიდე უფროა გამწვავებული იმ მხრივ, რომ
ხით ჩატეხილობა აქვს, ხო? ჩემ კვლევაში 200 ეს კვლევა იმისთვისაა, რომ მეტი იმუშაონ ამ მიმართულებით. რასაკვირველია, იმიტომ რომ ყველა ეთერში დიან და თქვენთანაც ყველგან გავიძახი კომუნიკაცია გამოსასწორებელია, ხო? იქ იყო გაყოფილი 40-მდე არასამთავრობო, რომელიც არის ყოფილი მაღალ ჩინოსნების მიერ ჩამოყალიბებული, ზოგი გადაბარგდა ზოგისა და მეორე არის 20-მდე, რომელთა ნარატივები და ტექსტები სიტუაციურ მოკავშირეობის როლს ასრულებენ ნაცმოძრაობასთან. ანალოგიურად შეიძლება სხვებიც განვიხილოთ, მაგრამ ჩემი აღქმა მოხდეს როგორც ქართული ოცნების სიტუაციურ მოკავშირე. მე ქართული ოცნების მხარდამჭერი ვარ და ასე ვთქვათ არ ვალავ ჩემი ოპოზიციას ამომრჩეველი ვარ და ყველანი ამომრჩეველი ვარ. ხო, განსხვავებით აი ეს იყო კვლევის მიზანი, უბრალოდ შევაკოციწე ერთ ჩარჩოში გავაკეთე ეს როგორ შეიძლება 25 გვერდზეა, მაგრამ ვინც სად არის, ხო? ცხადია სუბიექტური კვლევა არის და ალბათ სიტუაციური მოკავშირეობა სწორი განმარტება, იმიტომ რომ შეიძლება არასამთავრობო კი არ არის ნაციონალური მოძრაობის, არამედ უბრალოდ ისინი არასამთავრობოები ბუნებით კრიტიკაში ხელისუფლებასთან, ოპოზიცია ხომ საერთოდ მისი ვალია კრიტიკა და ამ დროს შეიძლება ამერიკა და თურქეთი არიან ოპონენტები, 10 წლეულებია, მაგრამ ახლა თურქეთს დასავლეთთანაა გართულებული ურთიერთობა და შეიარაღება უნდა რუსეთისგან სიტუაციური მოკავშირეები არის, მათ შორის სირიის საკითხი. ანუ ფიქრობთ, რომ ოცნება სამუშაო აქვს ამ მიმართულებით, რომ მან გაიჩინოს სიტუაციური გიგანტური სამუშაოები და ნაბიჯები. სიტუაციური მოკავშირეების გაჩენაზე ზრუნვა, სიტუაციის გამოსწორებაზე ზრუნვა ხომ არ ჯობია იმ კონკრეტულ თემებში, სადაც მას ოპონენტები არ უარყოფს. რასაკვირველია, მრავალი მიმართულებით უნდა გაიშალოს, ხო? მარტო ვებგვერდზე მუშაობა ხო არ არის და თქვა პრეს-სამსახურის პრეს-რელიზები და რაღაცები ბევრი ფართო მარაოსებული მუშაობა, ხო? ნუ ეხლა პოლიტიკური პარტიები ასე მუშაობენ და არაფერი ცუდი არ არის სიტუაციური მოკავშირეები ევროპაშიც არიან პარტიასთან აფილირებული, თუნდაც ამერიკაში. არა, ცუდი არაფერი არ არის. უბრალოდ ყველაფერს თავის სახელი რო დაერქვა. დიდი მადლობა. გია ბაშიძე იყო ჩვენი სტუმარი. დღის ამბები დასრულებულია, თუმცა ჩვენ ღამე შევხვდებით ერთმანეთს ღამის ამბებში გია ხუხაშვილთან ერთად. ნახვამდის დროებით.